გაიხსენეთ პირველი შობა, რომლის შემდეგაც თითქმის 2000 წელი გავიდა. თქვენ იცით ეს ისტორია. ალბათ გვიანი ღამე იდგა ბეთლემსა და მის ირგვლივ მინდვრებში. ვარსკვლავები ალმასებივით ბრწყინავდნენ ცაზე და დაღლილი მწყემსები დასაძინებლად იყვნენ მიწოლენი ცივ, ქვიან მიწაზე. არავითარი მიზეზი არ არსებობდა მათთვის იმისა, რომ ის ღამე სხვა ღამეებისგან განსხვავებული იქნებოდა. შეიძლება თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენ ცხოვრებაში არაფერი შეიცვლება. თუმცა ღმერთს სხვა გეგმები ჰქონდა. ეს იყო ღამე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან ღამედ იქცეოდა კაცობრიობის ისტორიაში. ღამე, როცა თავად ღმერთი მოევლინებოდა ქვეყნიერებას. ყური უგდეთ რას წერს ლუკა მახარებელი იმ ღირსშესანიშნავი ღამის შესახებ. და აჰა, უფლის ანგელოზი დაადგა მათ, უფლის დიდება გამოუბრწყინდათ და შეშინდნენ დიდი შიშით. და უთხრა მათ ანგელოზმა, ნუ გეშინიათ, აჰა, გახარებთ დიდ სიხარულს, რომელიც მთელი ხალხისა იქნება, ვინაიდან დღეს დავითის ქალაქში თქვენთვის იშვა მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი. წარმოგიდგენიათ, როგორი შიში შეიპყრობდა მათ. დაწერილია, შეშინდნენ დიდი შიშით. თუმცა პირველი სიტყვები, რომლებიც ანგელოზებმა წარმოთქვეს, იყო: ნუ გეშინიათ. არის კარგი ამბავი. ნუ გეშინიათ, რადგან ქრისტე მოვიდა და ის ყველაფერს ცვლის. ქრისტე მოვიდა და ამიტომაც აღარ უნდა იყოთ შიშითა და სასოწარკვეთილებით შეპყრობილნი. იცით, რომ მას ძალუც დაამშვიდოს ქარიშხალი და გაანათოს ღამე. 4-ვე სახარებაში ვკითხულობთ, როგორ ამბობენ ანგელოზები: ნუ გეშინიათ. ზაქარია, ხანდაზმული კაცი, შიშით აღივსო, როცა ანგელოზმა უთხრა, რომ იოანე ნათლისმცემლის მამა გახდებოდა, რომელიც მესიას გზას მოუმზადებდა. ნუ გეშინია, უთხრა ანგელოზმა. მარიამსაც მოევლინა ანგელოზი და აუწყა, რომ მას ხვდებოდა წილად დიდი პატივი ღვთისძის ამ ქვეყნად მოვლინებისა. თავდაპირველად მარიამს შეეშინდა, თუმცა ანგელოზმა უთხრა: ნუ გეშინია მარიამ. იოსები, რომელიც ქალწულ მარიამზე იყო დანიშნული, შიშმა და შეცბუნებამ შეიპყრო იმის გაგებისას, რომ მარიამი ორსულად იყო. თუმცა ანგელოზმა გაუცხადა მას: ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის მიღება, ვინაიდან მასში ჩასახული სული წმიდისგან არის. შემდეგ იშვა წმინდა ყრმა და ანგელოზი გამოეცხადა იმ მწყემსებს, რომლებიც უკვე ვახსენეთ და უთხრა მათ: ნუ გეშინიათ. აჰა, გახარებთ დიდ სიხარულს, რომელიც მთელი ხალხისა იქნება, ვინაიდან დღეს დავითის ქალაქში თქვენთვის იშვა მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი. ღმერთი დღესაც ამავეს გვეუბნება. მნიშვნელობა არ აქვს, რისი გვეშინია. უფალი გვეუბნება, რომ არ უნდა გვეშინოდეს. ნუ გეშინიათ, რადგან ქრისტე მოვიდა, რადგან აღარ არსებობს მიზეზი იმისა, რომ შიშის მიერ იყოთ შეპყრობილი და დამონებული. იფიქრე ყველა იმ შიშის შესახებ, რომლებიც ესოდენ ადვილად გვესხმიან თავს. გვეშინია პრობლემების და იმის, თუ რა შეიძლება ამ პრობლემებმა მოგვიტანოს. მაგრამ ბიბლიაში დაწერილია: ნუ გეშინიათ. რატომ? იმიტომ რომ ქრისტეა თქვენთან. უფალმა იესომ განაცხადა: ქვეყნიერებაზე გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე ქვეყნიერებას. ის მოგიწოდებთ, რომ თქვენი ყველა საზრუნავი და ტვირთი მას მიანდოთ. მოდით ჩემთან ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო და მე მოგასვენებთ თქვენ, ამბობს იგი. შეიძლება მარტოობის შიში გაქვთ, თუმცა თუ ქრისტეს იცნობთ, არასოდეს ხართ მარტო. მან აღგითქვათ: მე თქვენთან ვარ დღენიადაგ, წუთისოფლის აღსასრულამდე. თქვენ ღმერთთან ურთიერთობისთვის ხართ შექმნილი და როცა ქრისტესთან მიდიხართ, ღვთის შვილი ხდებით. თუ თქვენ ქრისტესთან ხართ, გაქვთ მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა, რომელსაც ვერავინ წაგართმევთ, რადგან ეს ურთიერთობა თავად ქრისტემ გახადა შესაძლებელი ჯვარზე თავისი სიკვდილით. შეიძლება სიკვდილის გეშინოდეთ. ბიბლიაში კიდევ ერთი შემთხვევაა აღწერილი, როცა ანგელოზი ადამიანებს ეუბნება: ნუ გეშინიათ. ეს იყო მაშინ, როცა ქალები უფალ იესოს სამარხთან მივიდნენ დილით ადრე და აღმოაჩინეს, რომ სამარხი ცარიელი იყო. ნუ გეშინიათ, რადგან ის აქ აღარ არის, ვინაიდან აღდგა. ქრისტეა პასუხი სიკვდილზე. ჯვარზე თავისი სიკვდილითა და აღდგომით მან გაანადგურა სიკვდილის ნესტარი. მან წაშალა ჩვენი ცოდვები იმით, რომ ჯვარზე ჩვენ ნაცვლად მოკვდა და თუ რწმენას მასზე დაამყარებთ, როგორც თქვენს მხსნელსა და უფალზე, იგრძნობთ, რას ნიშნავს პატიების მიღების სიხარული და მშვიდობა ღმერთთან. შობა მხოლოდ დასაწყისი გახლავთ. წინ იყო ჯვარი და ჯვრის შემდეგ კი ცარიელი სამარხი. ბაგა, ჯვარი და გვირგვინი. აი რის შესახებ უნდა დავფიქრდეთ. თუ გვინდა გვესმოდეს ქრისტესი, თუ გვინდა ხვდებოდეთ, რის შეცვლა შეუძლია მას ჩვენს ცხოვრებაში. იცით, ქრისტე მოვიდა, რათა მოესპო ყოველი ჩვენი შიშის წყარო,
შიში ნამდვილია და ქრისტე იმას როდი გვეუბნება, რომ უბრალოდ გავხალისდეთ და ყველა შიში მოგგვშორდება. სწორია, როცა სიკვდილის გვეშინია, როდესაც ქრისტეს არ ვიცნობთ. სწორია, როცა მარტოობის ან პრობლემების გვეშინია, რომლებიც ჩვენს ძალებს აღემატება, რადგან ეს ყველაფერი ძალიან რეალურია. თუმცა ქრისტეც რეალურია და როცა ვაცნობიერებთ, რომ მან სძლია ცოდვას და შესაძლებელი გახადა ღმერთთან შერიგება, აღარ უნდა მივცეთ შიშს იმის უფლება, რომ ძალა გამოგვაცალოს. ნაცვლად ამისა, წყემსებივით უნდა მოვიქცეთ. მივიდეთ ქრისტესთან, მიდით მასთან და თქვენი ცოდვები მის ფერხთით მიიტანეთ. შემდეგ გავიგებთ, როგორია მშვიდი ღამე, წყნარი ღამე უფალთან ერთად. შემდეგ მივხვდებით იმას, რასაც ბიბლია უწოდებს ღვთის მშვიდობას, რომელიც ყოველგვარ გაგებას აღემატება. უფალი იესო გვპირდება, მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. ქვეყანა რომ იძლევა, ისე კი არ გაძლევთ, ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურს შეშინდება. და მაინც ეჭვგარეშეა, რომ ამ საშობაო სამზადისისას ხშირად გვავიწყდება მშვიდობის მთავარი, რომელიც უფალი იესოა. ხშირად გვავიწყდება, რომ ეს მისი დაბადების დღეა, რომელსაც აღვნიშნავთ. პირველი შობის ზუსტი მნიშვნელობა კი ნათელია. ღმერთი განკაცდა და ასე მოევლინა ქვეყნიერებას. ეს მოვლენა იმდენად დიდი ზეგავლენის მომხდენი იყო, რომ ახალი წელთაღრიცხვა ქრისტეს შობიდან დაიწყო. შობა ხაზს უსვამს დიდებულ ჭეშმარიტებას იმის შესახებ, რომ ის რის გაკეთებაც ადამიანს არ ძალუძს საკუთარი თავისთვის, იესო ქრისტემ მოიმოქმედა მისთვის. ადამიანს არ შეუძლია საკუთარი თავის ხსნა, რადგან არ აქვს ძალა იმისა, რომ თავი დაიხსნას ცოდვის დანაშაულის, ძალისა და შედეგებისგან. ადამიანი ამბოხებული იყო ღვთის წინაშე და არ შეეძლო მშვიდობის დამყარება ღმერთთან. მხოლოდ თავად ღმერთს ძალუძდა მშვიდობის დამყარება და ეს მოიმოქმედა კიდეც თავისი ძის გამომწყვეტელი მსხვერპლის მეშვეობით. ქრისტეს სიცოცხლისა და სიკვდილის წყალობით გვთავაზობს ღმერთის სრულ და უსასყიდლო პატიებას. შობა გვაუწყებს რა ფასად დაუჯდა ღმერთს კაცობრიობის დახსნა, რადგან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდ შობილი ძე. ქრისტეა ღმერთის დიდებული საშობაო საჩუქარი კაცობრიობისთვის. წმინდა წერილში დაწერილია: მადლი ღმერთს მისი გამოუთქმელად დიდი წღვენისათვის. თუმცა ის იმედი, რომელიც მწყემსებს მისცა ღმერთმა პირველი შობის ღამეს, მხოლოდ მათთვის არის მისაწვდომი, ვისაც სწამს უფალი იესოსი. ადამიანმა პირადად უნდა ირწმუნოს, თუ სურს რომ იცოდეს, რას ნიშნავს პატიება, სიხარული, მშვიდობა და ძალა, რაც მხოლოდ უფალი იესოს მიერ გვეძლება. რწმენა ნამდვილი უნდა იყოს, თუ გსურთ, რომ თქვენი გული შეიცვალოს. ზურგი აქციეთ ცოდვებს. მიიღეთ ქრისტე თქვენს უფლად და მხსნელად და მიუძღვენით ცხოვრება მას. ის შემოვა თქვენს გულში და პირველად ამ შობას გეცოდინებათ, რომ ეს ქრისტეს შობაა. მისი დაბადების დღეა. უფალი იესოს შეუძლია დააკმაყოფილოს ყოველი თქვენი საჭიროება, შეეხოს თქვენს ცხოვრებას და შეცვალოს იგი და გაქციოთ ახალ პიროვნებად.